დღეს ვაცხობთ უგემრიელეს ნამცხვარს ჩიტის რძეს. გამოვყევით და ერთად მოვამზადოთ. 4 კვერცხი, 300 გრამი შაქარი, წიკვი მარილი, ვანილი, 200 გრამი ნაღების კარაქი, 150 გრამი თაფლი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ურიოთ. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ, არ უნდა ადუღდეს. ცხელშივე დავამატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და მოურიოთ. შევიდა რეაქციაში სოდა, ნახეთ გამოუშვა ბუშტუკები. შეგრილებული მასა გადავიტანოთ ქვილში. მოვძილოთ ცომი. მივიღე ესეთი ელასტიური ცომი, ნახეთ როგორია მეგობრებო. ჯამში დამჭირდა 850 გრამი ფქვილი. ავყოფე ხა 5 ნაწილად. თითო გუნდა გამოდის 340 გრამი. თითოეული გუნდა შევფუთოთ ცელოფანში და შევდგათ მაცივარში 9 საათის განმავლობაში. ყველა ფირფიტა რომ გამომივიდეს თანაბარი, ამაში დამეხმარება ეს ყალიბი მეგობრებო, ნახეთ. დავჭხვილდავთ ჩანგლით, რომ ცომი არ აიბეროს. წავიყოთ გამოსაცხობად. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე ქვედა ზედაწვა კონვექციით. გავიდა 8 წუთი მეგობრებო, უკვე გამოცხვა, ნახეთ. კრემისთვის დაგვჭირდება 2 კვერცხი, 85 გრამი ფქვილი, 250 გრამი შაქარი. დავამატოთ 800 მილილიტრი რძე. გავწუროთ საცერზე. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მოვადუღოთ კრემი. განუწყვეტლად ურიოთ, რომ არ მიგვეწვას. ადუღდა კრემი, ვადუღებთ 2 წუთს და გადმოვდგავთ ცეცხლიდან. ცხელსვე დავაფაროთ ზემოდან სტრეიჯი. 360 გრამი ნაღების კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით. დავუმატოთ ვანილი. შევათქვიფოთ მოხარშული და გაციებული ფაფა. მივიღეთ ესეთი ფაფუკი, ნაზი და ჰაეროვანი კრემი. კრემი წაუსვათ ყველა ფირფიტას. გვერდები გავულამაზოთ კრემით. მოვამზადოთ მინანქარი. 40 გრამი კარაქი, 5 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი კაკაო, 5 სუფრის კოვზი რძე. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ურიოთ შეუჩერებლივ. ცხელ მინანქარში გავუკეთოთ გაფუებული ჟელატინი, რომ გქონდეს არკისებული ეფექტი. სულ
ცოტა უნდა შევაგრილოთ და მოვასხოთ ზემოდან ნამცხვარს. გემშვიდობებით მომავალ გემრიელ რეცეპტამდე.